პროექტი სამოქალაქო ინტეგრაციის კურსი არის შედგენილი ყვარლის რაიონის სოფელი გავაზის და მთივის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით განსხვავებული ოჯახის და ტრადიციის მქონე მოსწავლეები. ბავშვებს არ ჰქონდათ ერთმანეთთან ხშირი და ინტენსიური ურთიერთობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეგეგმა კურსი, რომელიც იქნებოდა ორიენტირებული სწორედ ამ ბავშვების დაახლოებაზე, შემდგომ მათ ურთიერთობაზე. პრინციპი არის ის, რომ ქმნით პატარა საზოგადოებებს. პატარა რაღაცა მოდელებს, რა და როგორ უნდა მუშაობს თქვენს პატარა ფუნქციას. და მე ამ რასაც შექმნით წესებს, კანონებში. ჩვენი კურსი შეეხებოდა ინტერკულტურულ დიალოგს, კულტურათა შორის ურთიერთობებს და ასევე მოქალაქეობას და საზოგადოებას. ასევე ინდივიდის ადგილს საზოგადოებაში, მის მოვალეობებს და უფლებებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ამ ტრენინგებიდან დავინახე, ის არის, რომ ხანდახან სადღაც ძალიან მოშორებით ცენტრალური урბანული ზონებიდან ადამიანებმა გაცილებით მეტი იციან სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, ვიდრე თავად ამ урბანულ ცენტრებში, როდესაც ხშირ შემთხვევაში წარმოდგენა პირიქით არის. აქ იყო ერთმანეთის პატივისცემა, აქ იყო თანასწორობის პრინციპები, ასევე მეორე ადამიანების და სხვა ადამიანების დაფასება და ჩართვა ჯგუფში, ინტეგრაცია და ამ შემდეგ. და ამ პატარა წრეებს შეიძლება რომ ერთი დიდი წრე შემოვავლოთ ხა თავზე და ყველა დაიტიოს. ჩვენ კლასში სულ 8 ბავშვი ვართ და ძალიან გამიხარდა რომ გავიცანი ბევრი ჩემი ტოლი ბავშვები. ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო და მგონი ჩემი ცოცხლის ბოლომდე გამახსენდება. სანამ ტრენინგს დავიწყებით, ძალიან მიხარდა ის რომ გავიცნობდი ძალიან ბევრ ჩემს ტოლ ბავშვებს. უფრო იმიტომ რომ რაღაცა სხვა კუთხიდან დავინახო, იმიტომ რომ ჩვენ სოფელში მარტო ვართ მუსლიმები, მაგრამ აქ არიან ქრისტიანები და ძალიან საინტერესო ექნებოდა მათი კულტურის გაცნობას. მე მქონდა შეკითხვა ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლო შენში რას შეცვლი. მე ყველაზე მეტად მომეწონა მექნებოდა ხვეული თმა და ვიქნებოდი ნაკლებად ზარმაცი. მოხდავთ იმისა, რომ ჩვენი სოფლები გეოგრაფიულად ახლომდებარებენ, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით. ჩვენ აქამდე ურთიერთობა იმიტომ არ გქონდა, რომ შეიძლება იყოს რელიგიური თვალსაზრისით, და იმით, რომ ისინი არიან განსხვავებული შეხედულებების მქონე, განსხვავებული ეთნოსის მქონე ადამიანები. ახლა მივხვდით, რომ ეთნოსი და რელიგია არაფერ შუაში არ არის და მეგობრობა ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ჩვენ უკვე ინტერნეტით ერთმანეთს დავუმეგობრდით, სადაც აქტუალურად განვიხილავთ ხოლმე ჩვენს ტრენინგს, ასევე ერთმანეთს ვუყვებით ბევრ საინტერესო რამეს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა ნამდვილი ჭეშმარიტი მეგობრობა იქნება მომავალში.